მოგესალმებით, ძვირფასო მერწყულებო. მოდით ვნახოთ თქვენი დეკემბრის ენერგიები. შეგახსენებთ, ეს არის საჯარო გაშლა. თუ არ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის, შემოწმეთ სხვა გაშლები თქვენი მთვარის ან ასცენდენტის ნიშნის მიხედვით. ეს არის მზის ნიშნის მერწყულისთვის, მზის მთვარის ან ასცენდენტის ნიშნით მერწყულისთვის აღნიშნული გაშლა. თუ არ იცით რა ნიშანი ბრძანდებით, გელოდებით პირად კონსულტაციაზე. აღწერაში მითითებულ ნომერზე შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ. დეკემბერში წლის ბოლომდე მერწყულებს ნახოთ. ურთიერთობის რაღაც იმედგაცრუების დასასრული. კი ბატონო, ახალი დასრულებული გაქვთ რაღაც ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა შესაძლებელია ითქვას, რაღაცა იმედგაცრუება და არ ხართ მზად ახალი ურთიერთობისთვის. ეს არის რაშიც შემიძლია გითხრათ, ხო, სრული განულება მიდის დეკემბრის თვეში. მოდი კარგად ავჩეხოთ. ახალი დასტები მაქვს მე სპეციალურად თქვენთვის ახალ წლამდე. ახალი დასტებით მოვედი. სიტილამაზი დასტებია, ძალიან მომწონს. ხო. და რა შემიძლია გითხრათ? ახალი გეგმები, უკვე იცით, რომ რაღაცა იყურებით. ხო, ნუ აი აქაც თითქოს გათავისუფლდით და გიხარიათ ძალიან, რომ აი რაღაც როგორც იქნა, რომ გათავისუფლდით, რაღაც ძალიან დიდი ბევრი გაეცით, იცით, ძალიან დაიხარჯეთ რაღაცაზე ან ვიღაცაზე და ახლა უკვე ცდილობთ გათავისუფლებას და რაღაც ახლის ხო. ძალიან დიდია რისკი იმისა, რომ ეს ადამიანი კვლავ დაბრუნდეს თქვენთან დეკემბერში, კვლავ ეცადოს, რომ მესიჯები მოგწეროთ რაღაც, აი ისევ ჩაგითრიოთ აი ამ დამოკიდებულების ამ დამოკიდებული ურთიერთობაში, რომელიც არის ძალიან მიჯაჭვული, ხო, რაღაც დამოკიდებული არ არის ჯანსაღი. მაგრამ თქვენ რაღაც მოწყვლადი ხართ რა, ნუ ამ შემთხვევაში აი ეს გრძნობების დონეზე აი შესაძლებელია გყავთ შვილი და გინდათ რომ გაუფრთხილდეთ ამ შვილს და რაღაცნაირად გქონდეთ ისეთი ოჯახური ურთიერთობა, სადაც იქნებით გსურთ რომ აი თქვენს შვილს შევქმნათ სავარაუდოდ დიდი ალბათობით გაშორებული ბრძანდებით და გინდათ რა, გინდათ ეს იდილია. გინდათ ეს აი ეს მართვა გრძნობების, თქვენი გრძნობების. ჰაერის ნიშანი ბრძანდებით და ბრძანდებით ძალიან როგორ თქვა ესე თქვათ, აი, სადაც ქარი გადაგაგდებთ, იქით მიდიხართ, ანუ გრძნობების ამბავში. არ ვიცი, ეს უკვე ნახოთ პირად კონსულტაციაზე, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია, ეს არის ის, რომ ხო, ნუ აი აქ აღარ გინდათ მორიგი იმედგაცრუება, ძვირფასო მერწყულება. სავარაუდოდ თქვენ ბრძანდებით გაშორებული ბავშვი ყავთ, შვილი ყავთ და აღარ ან თქვენს პატარასთან გაქვთ ურთიერთობა მუდმივად და მუდმივად ხართ იმედგაცრუებაში და დეპრესიაში და არ გინდათ რა, შეინახეთ თქვენთვის ეს ძვირფასი ენერგიები. კი ბატონო, დაუთმეთ თქვენ თავს დრო. მიეცით თქვენ თავს დრო. როგორც ამბობენ, მიეცით დროს დრო. რომ აი რაღაც სრულყოფილად ეცადოთ, რომ რაღაცა ხო, რომ რაღაც გაერკვეთ გრძნობებში რა, უკვე იმდენად დიდი ტკივილი განიცადეთ, რომ უკვე ფსიქოლოგიც კი გახდით აკერა. უკვე სხვებსაც შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ. კი ბატონო. რაღაც ახალი საქმიანობაც შემოვიდეს თქვენთან. საოცარი მაღალი არკანი არც ერთი არ ამოვიდა.
გარდა იმისა, რომ აი აბსოლუტურად დასამუშავებელი გაქვთ ეს მიჯაჭულობის თემები და მოდით ვნახოთ ორაკული თქვენთვის ძვირფასო მერწყულება. ინსპირაციის, რაღაც შთაგონების, შესაძლებლობის საჩუქარი მოდის თქვენსკენ. რაღაცა ვნების ძალიან დიდი ძაბრი. თქვენ ახლა გეძლევათ შანსი, შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი შესანიშნავი პროექტი დაიწყოთ. და აი ამ დიდი სასწაულის წინაშე ბრძანდებით, აი ამ ახალ წლამდე მოგილოცავთ დამდეგ 2026 წელს. ჩვენ შევხვდებით ახალ წელს ახალი გაშლებით. ძვირფასო ტყუპებო, მოგესალმებით. ეს გახლავთ თქვენთვის გაშლა დეკემბრისთვის მზის მთვარისენ ასცენდენტით ნიშნის მქონე ტყუპებისთვის თუ არ იცით რას ნიშნავს ეს რაც ახლა მე ვთქვი მზის მთვარისენ ასცენდენტის ნიშანი დაჯავშნით პირადი კონსულტაცია ჩავატაროთ პირადი დიაგნოსტიკა. მოდით ვნახოთ დეკემბერში წლის ბოლომდე როგორი ენერგიები გელოდებათ ტყუპებს. ძალიან ასე თქვათ აში. გასაგები აქა ენერგიები არის შემდეგი. რა თქმა უნდა გაშლა არის ქალბატონებისთვის ისევე როგორც მამაკაცებისთვის. თქვენ ხართ ძალიან ასე თქვათ ლიდერული და ძალიან ისეთი მკაფიო დეკემბრის თვეში ძალიან ზუსტად იცით რა გინდათ. რო ოჯახში ისევე როგორც პირადში ისევე როგორც სამსახურში, თქვენ საქმიანობაში, თქვენ როგორც გრძნობა აქვს ბიზნესს მართავთ, რაღაც ახალი პროექტი შემოდის თქვენთან და შესაძლოა აქ იყოს რაღაცა ახალი გუნდური მუშაობა, საზღვარგარეთთან ურთიერთობა, მოდით ვნახოთ. ზუსტად მოდით ვნახოთ რა ხდება და რას გვეუბნებიან აქ კარტები. ტარო არასდროს ტყუის. დიახ. ეროფანტი. ტყუპებო თქვენთვის ახლა თქვენ აბალანსებთ პირად ცხოვრებას და საჯარო ცხოვრებას ერთმანეთთან. აი რა უცნაურია, რომ სულ ამოდის იდენტური არკანები, ხო? აი რა შემიძლია გითხრათ აქ, რომ ოჯახშიც მშვენივრად საქმე, დიდი სულიერების მატარებელი ბრძანდებით, სულიერი სიბრძნის მატარებელი ბრძანდებით და ესე ვთქვათ, რაღაც პატრიარქი ბრძანდებით, რაღაც გაგებით რა ოჯახში გაქვთ ეს და რაღაც ახლის დაწყება გინდა. შესაძლებელია აქ იყოს რაღაც ოჯახში კონფლიქტის შემდეგ, ხო, აი ეს მოდის სუსტად. დარეგულირება, რაღაც ძველი წყენა გქონდათ ოჯახში, თქვენს მეუღლესთან ან შეყვარებულთან, ხო, ან პარტნიორთან, საყვარელ ადამიანთან გქონდათ გაუგებრობა და ახლა ხდება რაღაც ახალი სუნთქვა. განახლება და რაღაცნაირად რა მოდის იცით აქ კიდევ რომ გეშინიათ რომ ეს ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. გეშინიათ რაღაცნაირად, მაგრამ არ იქნება ასე. არავითარ შემთხვევაში არ იქნება. აი წლის ბოლომდე ხართ აი ამ ავტორიტეტის მოპოვების თემაში. განახლება, კონფლიქტის თავიდან არიდება, სულიერი ცოდნების მობილიზება. მოდით ვნახოთ მაღალი ძალებისგან გზამილი თქვენთვის ორაკული. ახალი ემოციური მდგომარეობა. ეს არის ახალი ურთიერთობები და სოციალური კავშირები. თქვენ გეძლევათ ძალიან დიდი ინტუიტიური შთაგონება და სიხრმე. ასე რომ
გამოიყენეთ ეს, აუცილებლად გამოიყენეთ ძვირფასო ტყუპებო. თქვენ გემშვიდობებით, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შევხვდებით 2026 წელს ახალი გაშლებით. მოგესალმებით ძვირფასო სასწორებო. ეს არის საჯარო გასვლა, მზის, თვარის ან აღმავალი ნიშნით დაბადებული სასწორებისთვის, თუ კი არ იცით რას ნიშნავს. ეს რაც ახლა მე ვთქვი, შეგიძლიათ დაჯავშნოთ პირადი კონსულტაცია და გავაკეთოთ პირადი გაშლა თქვენთვის სრული დიაგნოსტიკით. ეს უკვე თქვენს სურვილზე არის დამოკიდებული. მოდით ნახოთ თქვენი დეკემბრის ენერგიები, თუ როგორ ენერგიებში იქნებით დეკემბრის თვეში წლის ბოლომდე. შვენიერ ქალურ ენერგიებში, ახალი შესაძლებლობებით, ახალი რაღაც დაწინაურება, ჯილდო, პრემია, რაღაც დიდი წყალობა, გამართლება. მოკლედ ძალიან კარგი, ყველაფერი კარგი და მოკლედ დიდი ალბათ დიდი წვალების მერე და დიდი შრომის მერე რაღაც ჯილდოვდებით მაღალი ძალებისგან, უფლისგან, როგორც გინდათ ისე დაარქვით ამას, ღვთის წყალობა მაღალია, ძვირფასო სასწორებო. ნახოთ აბა რას ნიშნავს უფრო დეტალურად ჩავიდეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენ გქონდათ ეს თავდაცვით პოზიციაში იყავით. გულის ტკინას ირიდებდით. ძალიან ესე ვთქვათ დიდი ძალისხმევის შედეგად. და ხო, აი აქ ინგრევა ყველაფერი ძველი. უსარგებლო ინგრევა მიდის და მოდის ახალი ცოდნა, ახალი ენერგია. მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ არ დაუშვათ იგივე შეცდომები, რასაც უშვებთ აქამდე და ხო, აქ ეხლა ცალსახად შემიძლია გითხრათ ძვირფასო სასწორებო, რომ აბსოლუტურ ტრანსფორმაციას გადიხართ დეკემბრის ბოლომდე. ძველ ურთიერთობებს, ცხოვრებას აბსოლუტურად ანგრევთ და იწყება თქვენთვის ახალი ეტაპი. საკუთარი თავის შეცნობის, სულიერ გზაზე გასვლის, ხო, საკუთარი მესთან შეხვედრის დრო იწყება. ძალიან კარგი გაშლა, ძალიან მომეწონა ეს არკანები, რაც ამოვიდა. რაღაც ახალი ენერგიებიც მოდის, ეს დაბნეულობა მიდის. გქონდათ გარკვეული ტიპის გულის ტკინა სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ მოდის რაღაც ახალიც. მაგრამ ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული, რა გზას აირჩიოთ, ხო? ისევ იგივე წრეზე წახოთ თუ წახოთ გზაზე საკუთარი თავის შეცნობისკენ. ხართ ძალიან მიმღებ ქალურ ენერგიებში. მოდით ნახოთ ორაკულის გზავნით თქვენთვის. ძალა და ეს დახვეწილობა, ძალა და ეს ქალურობა ამ შემთხვევაში სიკეთის გზით, ხო? ეს მერვე არკანი გამახსენდა ამაზე და პირდაპირ აწერია კიდეც ორაკულს. ძალის არკანი, ხო? Strength, მერვე არკანი, ალბათ ვინც იცით ერკვევით ტაროში. იცით, თავდაჯერებულობა და მიტევება. ყველაფერი იწყება მიტევებით. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ჩვენ შევხვდებით ახალ 2026